ტრაგედია დატრიალდა 13 აპრილს თბილისში. ავჭალაში ლიბანის ქუჩაზე მდებარე ეგრეთ წოდებული ტიტანიკის შენობის ლიფტის შახტში 13 წლის ბიჭი ჯავარდა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი სკეიტბორდით იყო, რა დროსაც შემთხვევა მოხდა. თავდაპირველად ბავშვი ცოცხალი იყო და კლინიკაშიც გადაიყვანეს, თუმცა სიცოცხლესთან შეუთავსებელი მძიმე დაზიანებების გამო მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. ცოცხალი იყო კი, მაგრამ შიგნით ყველაფერი ქონია. ღვიძლის გახეთქილი. მომხდართან დაკავშირებით განცხადება გავრცელა თბილისის მერიამ, რომელშიც ნათქვამია. შემთხვევა მოხდა ლიბანის ქუჩა 22-ში არსებული ეგრეთ წოდებული ტიტანიკის კორპუსის სახურავზე, სადაც მოზარდი თანატოლებთან ერთად სკეიტბორდით იმყოფებოდა. მოზარდი სახურავდნენ ლიფტის შახტში ჩავარდა. ბავშვები აღნიშნული კორპუსის მაცხოვრებლები არ არიან. ეგრეთ წოდებული ტიტანიკის კორპუსი გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული ავარიულ მდგომარეობაშია და სწორედ ავარიულობის გამო კორპუსში ლიფტი მოწყობილი არასდროს ყოფილა. მოსახლეობის გამოყვანის პროცესი თბილისის მერიამ წლების წინ დაიწყო. მობინადრეებს შეეთავაზათ ქირით გაყვანა და ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობა. უსაფრთხოების მიზნით დანეს რაიონის გამგეობამ მოსახლეობას არაერთხელ შესთავაზა ქირით უზრუნველყოფა და მოსთხოვა გასვლა აღნიშნული შენობიდან. მოსახლეობის ნაწილი შეთავაზებას დათანხმდა. ნაწილი კი რჩება აღნიშნულ მისამართზე საცხოვრებლად და უარს აცხადებს ქირით გასვლაზე. ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში. ადგილობრივი მოსახლეობის მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ მერიას არაერთხელ მიმართეს დახმარების მოთხოვნით, თუმცა პასუხი ჯერ არ არის. ჩვენი სიარული უკვე ამოიწურა, მეტი რა შეიძლება გავაკეთოთ, მერიასთანაც სტრაფარეტებით ვიდექით. გამგეობა ხო ნუ და ზარნაძესთან მოკლედ ხო ყველაფერი მოვსინჯეთ და ეს უბედურება მესამე შემთხვევა. არ დაგვიტოვებია არც მერია, არც გამგეობა, არც ქუჩაში პროტესტი. რა გავაკეთოთ? მხოლოდ დაპირებები, მეტი არაფერი. გვპირდებიან, მაგრამ წინ გადადგმული ნაბიჯი არაფერი რეალური არ ჩანს. პირველ სართულებზე ნაკადულები ამოვიდა და ისე გამოდიოდა პადიესგან და ერთ-ერთი ერთ ოჯახიდან რომ ნაკადული გამოდიოდა, მეორეში ესე იყო, მთა ამ სათვით ამოსული და პარკეტები გეგონება სპეციალურად მიუწვია.